მოსწავლეები კითხულობენ ხოლმე ან პირველ კურსელები და მე რა რო გადავაგდო ნაგავს საყრელში მე რა დამემართება. შენ შეიძლება კონკრეტულად იმ შემთხვევაში არაფერი დაგემართოს, მაგრამ ეკოლოგიურად გარემოსთვის არის ცუდი და უკან დაგიბრუნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ნაგავს წაიღებენ ნაგავს საყრელზე, შეიძლება ეს კილაში არც ჩადებენ, ხო? ამდე ჩადეს კილაში და ნაგავს საყრელზე გადააგდეს. გატყდეს, ეს გადმოიყვაროს იქიდან, მერე ნალექი მოვა, წვიმა, თოვლი, ეს მოძრავი მეტალია. ჩაცოცდება, ჩაყვება ამ იმას წყალს, გადავა ნიადაგში, მიწისქვეშა წყალში იმოგზაურებს და შეიძლება მოხვდეს ზედაპირულ წყლებში, ანუ ტბებსა და მდინარეებში, სადაც იქაური ჰაბიტატები მოწამლოს და ეს დაგიბრუნდეს უკან იგივე სარწყავი წყლის სახით ან რა ვიცი, ნებისმიერი ხო, იგივე თევზის ხორცით, ხო, რომელიც რეალურად მერკური ტბის და მდინარის თევზის ხორცში არ არის, უფრო ზღვის და ოკეანის სახეობებშია, მაგრამ თუ ასე ჩაიღრება, რა თქმა უნდა, იქნება ამ შემთხვევაში ამ ტიპის თევზშიც. რეალურად საშიში ნაწილია. ამიტომ ხო, თუმცა ეხლა ამასაც მეკითხებიან ხოლმე, აი მე ხელი მომიკიდია და არაფერი. კი ბატონო, ეს 1 და 2 შეხებით არაფერი არ დაგემართება, მაგრამ ასევე აუცილებელია რომ ის მერე განიავდეს ის ოთახი. იმიტომ რომ შეიძლება იქ სადმე ნაპრალი იყო კედელში ან დაბლა იატაკზე და ჩახტა ეს წვეთი და იქ დაიწყო აორთქლება და შენ ამ დროს სუნთქავ ამ ორთქლს. ესეც ხა მცირე დოზით არაფერს არ გიზავს. თუმცა ძიმე მეტალებით და კერძოდ მერკურით მოწამლოს თავის დაავადებას თავისი სახელწოდება აქვს და ეს არის მინამატას დაავადება, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება და ადამიანი კვდება. ხო, მინამატას კონვენციაც ხარსევს, ჩვენც ხომ მივუერთდით და 2026 წლიდან მე მგონი აი უკვე უნდა შესულიყო წესი სადაც ხაღარ გადამიმოწმებია, მაგრამ ამ მერკურის შემცველი ანუ ვერცხლის შემცველი ხო, ნელ-ნელა იგრძალება, მაგრამ რეალიზება აიგრძალა. რეალიზება კი არ აიგრძალა, იმპორტი აიგრძალა. ანუ რაც არის ისინი გაიყიდება და ახლები ვეღარ შემოაქვეყნა. და აი ოქროზე და ვერცხლზე თვითონ ეს მერკური ამალგამებს წარმოქმნის ზოგიერთ მეტალთან და აი ქალბატონმაც იმ თავის ოქროს ბეჭდით რომ მოაგროვა, ამალგამა ანუ შთანთქა ეს მისი ოქროს რაღაცა ნაწილი და ზემოდან თეთრი აფსკით დაიფარა და კი როგორ არა წაიღებდა ოქრომჭედელთან და ის მოაცილებდა, მაგრამ თუ იქნებოდა თავდაპირველი წონა ამ ბეჭდის სიტყვაზე 5 გრამი, მერე დარჩებოდა 4 გრამი. უი და თან ოქროს ფასი ისე იზრდება, ნამბოლო დროს ეგ არ არის კაი ამბავი.